ani წითლიძის ასეთი განცხადება იყო, რომ ხაზარაძის მხრიდან ხდება პოლიტიკოსებისო და მოსყიდვაო თავისი მედიის გამოყენებითო და ინსტრუმენტებითო. რაზე ლაპარაკობენ პარტიაში არ მინახავს ეს და ჩემთვის ცნობილი არ არის რაზე ლაპარაკობენ. ხაზარაძე თუ პოლიტიკურად ვაჭრობს. ხაზარაძე ამ თვითონ რაფერს ვერ ალბათ ლელოზე ლაპარაკობს. ვერ გეტყვით ეს წითლიძეს უნდა გითხოთ, ახლა მე დღევანდელი ესეთი ამბავი არ ვიცი, დღეს თქვენ იცით, ყველანი დაკავებული ვართ ამ ტრაგედიით, იმიტომ რომ ყველა ვიგრძენით თუ კარტელში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს, სადაც ახალგაზრდა ადამიანები მიყავთ თავიანთი მომხრეები, თავიანთი ვარსკვლავი პოლიტიკოსები მიყავთ თვითმკვლელობა. სანამ არ არის თქვენი იურისტი ხარ და სანამ არ არის დადებული გამოძიება ესე შეიძლება შევაყოსოთ. თქვენი ხელისუფლების დროს თქვა პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა გაუგებთ თვითმკვლელობით და მე რატო შემიძლია გაზით გაგუდვით დაიწყეს თქვენმა ხელისუფლებამ არ იყო გაზით გაგუდული. რამე საპირისპირო დამტკიცდა, ვინმე დაამტკიცა. გაქრა ფაქტები ამბობენ და ვინ ამბობს? ვინ და თუდაც ოჯახი ამბობდა? არა. დიახ, პატონი გოგლა. ეს არის ჭორაობა. ეხლა თქვენ რასაც მე მეუბნებთ, ეს ჭორიკანობა. პრემიერ-მინისტრი მოკდა თქვენი ხელისუფლების პირობებში და გაზით არ გაიგუდა, თუ არ გაიგუდა, საპირისპირო უნდა იყოს დამტკიცებული. მე გეუბნებით, რომ თქვენ ხო არ დაგვიმტკიცებიათ ჯერ საპირისპირო. ფაქტი ხო არის დაჭრილი. მე რა უნდა და რატო უნდა დავემტკიცებინა? იმან უნდა დამტკიცება. გამოძიება მიდის გუშინ მოხდა. არა, იმან დაამტკიცოს, ვინც რაღაცას გაბრალებს. მტკიცების ტვირთი არის მასზე. ჩემზე არ არის მტკიცების ტვირთი, ჩვენზე ესე იგი ამ მხარეები აქ არა, მე დაცვის მხარე კი არა ვარ, ამ დაზარალების. პირველში ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ თორნიკე რიჟვაძეს. იცით რა არის, აი როდესაც ჯანმრთელობას უსურვებს თორნიკე რიჟვაძეს, მე დღეს ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ხანშესული ადამიანისთვის ძალიან დრამატული და ტრაგიკული არის ეს ამბავი, მე არც ვიცნობ იმ ადამიანს და ახალგაზრდა კაცია. ნახეთ, ცოცხალი ადამიანი იყო და იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითონ ახლა წერილს აწერინებენ თუ დაწერა რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მივიდა თუ ეს რა მნიშვნელობა აქვს, რომ თვითმკვლელობა სადაო გვეუბნებიან თვითონ. ესე იგი ის რომ გადარჩეს იმ უბედურებაში აღმოჩნდება ისევ რის გამოც თავს იკლავდა, ხო? ანუ აკოტრებენ სრულიად თუ რაღაცა ეს საიდან იცით რომ აკოტროლე, აი ეს ჭორები ამბობენ, თქვენ ხო ამბობენ, ხო და ამბობენ, თქვენ ხო იყვნობით. ეგრეთ ნაციონალური მოძრაობა საკრიტიკე და რიჟვაძეს და კორუფციაო იძახდა ნაციონალური ძალიან კარგად ავიღნობით, თქვენ ხო იყვნობით, ამბობენ რომ არ გაიგუდა და არა არა ესე ამბობენ მე თქვენ არგუმენტად მოგიყვანეთ. რომ ამბობენ რომ ფული ჩაატანინეს ხალხს და ფული ჩაიტანონ და 300 მილიონი ქონდა დავალებული რიჟვაძეს და ვერ ჩაყონდა. ამბობენ რომ ლილუაშვილს შიდა პატიმრობა და არამარ ჩაიტანს იმ ფულს ესე იგი ვერ გავავით. ამბობენ რომ ვერ გადიან ყოფილი პოლიტიკოსები ოჯახებით საზღვარგარეთ და აი აგერ კიდე ბიზნესმენს იარაღი აღმოუჩინეს და აბრუნეს საზღვრიდან. ესე იგი ამბობენ ამბობენ ბიზნესმენს თუ იარაღია რა უნდა ქნას სახელმწიფო უნდა გაუშვას ამბობენ არა, უნდა გაუშვას და ხო ყავთ დაპატიმრებული. გავიგებთ მეც კიდევ. ასე რომ მე არ ვიცი თვითონ რიჟვაძეს სიტუაციიდან გამომდინარე ის რამდენად ბედნიერი იქნება ღმერთმა გადაარჩინოს თავის პატრონს უცოცხლოს, მაგრამ რა უბედურებაში უნდა ყოფილიყო რომ თვითმკვლელობის მცდელობა ჩაედინა. გასაგებია. მადლობა კაპიტანი. თუ ვინმე მოკლა ხარ, რა ვიცი, ალეკო არ მგონია მაგის მკვლელი ახლა. მადლობა, ქსევდია უქრეხელიძეს.